აი მაგალითად ეხა ყველა ეტიკეტს გარეკანზე ეწერება რამდენ ომეგა-3 შეიცავს. როგორც აქ არის 950 მგ EPA და DHA. ეხა ეს რას ნიშნავს? რამდენ ომეგა-3-ს მაძლევს ჯამში და მაგათგან რამდენია ეფექტური DHA და EPA-ის ფორმა. ამისთვის გარეკანმა რო არ მოგატყუოს გადმოვატრიალებთ ეტიკეტზე. მიწერია საერთო ჯამში total ომეგა-3 950 მგ, აქედან EPA 504 მგ და DHA 378 მგ. ცოტა კალკულაციას თუ გავაკეთებთ 882 მგ-ია, რაც ნიშნავს, რომ 93% აი ერთი ულუფისგან მიღებული ომეგა-3 ის ეფექტური ფორმა იქნება, რაც გვჭირდება, 7% იქნება ფილერი, შემავსებელი სხვა ცხიმები, რომელიც ძალიან კარგი ბალანსია. რატომ უნდა იყოს ყურადღებით? ზოგჯერ აქ დაინახავ, არ ვიცი, 1000, 1300 დიდ რიცხვებს, მაშინ როცა გადმოატრიალებ და ნახავ, რომ EPA-ის და DHA-ის შემადგენლობა უფრო ნაკლებია. 1000-დან იღებს 300 მგ-ს, რომელიც არაფერში წერია. ამიტომ სოლგარის დანამატში გამიმართლა იმედები, რაც დავინახეთ და რაც დავიკითხე მაგან, ჩვენი დანამატია და აქვე ამილაბის, რომელსაც კიდევ უფრო მაღალი შემცველობა აქვს EPA-ის და DHA-ის ჯამში, დაახლოებით 1400 მგ. მოკლედ, ამ ყველაფერს უნდა მიაქციო ყურადღება, როცა საკვები დანამატებით, იმიტომ რომ რეალურად საკვები დანამატების ხარისხი ხშირად განიმარტება, როგორც მხოლოდ მისი ეტიკეტი. შენ თუ არის სწავლე ეტიკეტის საკითხვა და სწორად განმარტება, რა გჭირდება და რამდენი გჭირდება, ხშირად მარკეტინგის მხოლოდ ხდები.